წარმოიდგინეთ ადგილი დედამიწაზე, სადაც ცივილიზაცია მხოლოდ ასფალტის ვიწრო ზოლია, რომელიც გაუვალდა ველურ ტაიგას კვეთს. ადგილი, სადაც მანძილი კილომეტრებით კი არა, მრავალ საათიანი სიჩუმით იზომება. აქ კანადის ჩრდილო-დასავლეთით, ბრიტანული კოლუმბიის ბუნება ღვთაებრივი სილამაზით გამოირჩევა. საუკუნოვანი ტყეები, გამჭვირვალე ტბები, მთები, ანკარა მდინარეები, რომლებიც სავსეა ორაგულით და კალმახით. მაგრამ იგი ასევე მომაკვდინებლად გულგრილია ადამიანის სიცოცხლისადმი. თუ გზიდან გადაუხვევთ, შესაძლოა ვეღარასდროს გიპოვონ. ადგილობრივი ინდიელები ამბობენ, რომ აქაური ტყეების 1000 წლეულების განმავლობაში წიწვებით დაფარული მიწა ჩუმად ინახავს საზარელ საიდუმლოებებს. მრავალრიცხოვანი მგლები და დათვები კი საბოლოოდ აქრობენ იმას, რასაც დრო ვერ ერევა. დღევანდელი ვიდეო ბრიტანული კოლუმბიის ულამაზეს ბუნებას არ ეხება. მით უმეტეს, რომ ბუნება აქ საზარელი ბოროტების ხელშემწყობად გვევლინება. იგი მოგვითხრობს, თუ რატომ ფრიალებენ ამ გზის გასწვრივ წითელი კაბები, რომლებსაც უკვე აღარავინ ჩაიცვამს. თუ რატომ გახდა იგი წყალგამყოფი ადგილობრივ ინდიელებსა და თეთრკანიანებს შორის. ასეთი რა ხდება ამ გზაზე, რომ უკვე წლებია მას ცრემლების გზატკეცილს უწოდებენ. ეს შოსე ნომერ 16-ია. 725 კილომეტრის საუკეთესო ასფალტით დაფარული გზა, რომელიც გაყვანაც 1979 წელს დასრულდა და მილიარდობით დოლარი დაჯდა. გზა, რომელსაც კანადის ჩრდილოეთის ყველაზე მიუდგომელი და ველური ადგილები ცივილიზაციასთან უნდა დაეკავშირებიან. სინამდვილეში კი ქალების სასაკლაოდ იქცა. თავიდან 2-3 ქალის გაუჩინარება წელიწადში, შემდეგ 10-15, შემდეგ 20-30. ახალგაზრდები და საშუალო ასაკის, დედები, ქალიშვილები, შვილიშვილები, ძირითადად ადგილობრივი ინდიელები. ისინი გამოდიოდნენ გზატკეცილზე, მაღლას სწევდნენ ცერათიც, ჯდებოდნენ იმ იშვიათ მანქანებში, რომლებიც აქ დათვების რაოდენობაზე ნაკლებია. მათ იმედი ჰქონდათ, რომ კეთილი მძღოლი საავადმყოფომდე, მაღაზიამდე ან სამსახურამდე მიიყვან და ჯდებოდნენ და უჩინარდებოდნენ. პრინც რუპერტიდან პრინც ჯორჯამდე გაყვანილი გზა გლოვის გზად იქცა. მის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი ინდიელების 23 ტომისთვის. სიღარიბე და იზოლაცია ხშირად აიძულებთ აქაურ ქალებს გზატკეცილზე გამოვიდნენ და ჰიჩჰაიკინგით, იგივე ავტოსტოპით იმგზავრონ. 2005 წელს ამ გზას ცრემლების გზატკეცილის სახელი ადგილობრივი ინდიელების ტომის ქალმა, ფლორენს ნაზიელ მოუწოდა, როცა საპროტესტო აქცია მოაწყო თავისი დაკარგული ბიძაშვილის, ტამარა ჩიპმენის ამ გზაზე გაუჩინარების გამო. არადა პირველი ასეთი შემთხვევა გზის გახსნიდან 2 კვირაში მოხდა. მაშინ ბელა კულას ტომის წარმომადგენელი 27 წლის გლორია მუდი გაქრა. მისი ცხედარი მხოლოდ 10 დღის შემდეგ იპოვეს. იგი გაუპატიურებული და ნაწამები იყო. გლორიას 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. 1970 წელს 18 წლის მიშელ პერი მოკლეს. 1973 წელს 15 წლის გეილ ვეისი. იმავე წელს 17 წლის პამელა დარლინგტონი. 1974-ში 16 წლის კოლინ მაკმილანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კანადის ოფიციალური საგამოძიებო ორგანოები მხოლოდ 18 გაუჩინარებას და მკვლელობას აღიარებენ. ადგილობრივი ინდიელების ტომების მონაცემებით სხვერპლი გაცილებით მეტია, 86. სხვები ასახელებენ 500-ზე მეტსაც, თუმცა ამ უკანასკნელს არანაირი ფაქტობრივი საფუძველი არ აქვს. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს 18 თუ 86. გატაცებულთა და მოკლულთა შორის 80% ადგილობრივი ინდიელების ტომების წარმომადგენელი ქალია. ფაქტია, რომ 10 წლეულების მანძილზე ამ გზაზე ვიღაც თუ რაღაც თავის საშინელ სამკალს იღებს. ბევრი ამ ამბებში მისტიკას, ინდიელების წყევლას, თოვლის კაცს და უცხო პლანეტელების კვალს ეძებს. მაგრამ სინამდვილე გაცილებით ხელშესახები და საზარელია, ვიდრე გამოგონილი ზღაპრები. თან ეს არ არის მარტოხელა გენიოსი მანიაკის ისტორია. ეს არის ისტორია, თუ როგორ თავისთავად შეიქმნა პირობები ადამიანებზე იდეალური მონადირეებისთვის.
როგორ ჩამოყალიბდა სისტემა, რომელიც თითქმის 50 წელია შეცდომების გარეშე მუშაობს. გამარჯობა. დღევანდელი ძირითადი თემა საკმაოდ მძიმე გახლავთ, მაგრამ ასევე ძალიან საინტერესო და ყურადსაღები. გარდა ამ ძირითადი თემისა არის კიდევ სამი თემა, რომელიც ასევე ძალიან დაგაინტერესებთ. ისინი შედარებით მოკლეა, მაგრამ ძალიან აქტუალური. ამიტომ გთხოვთ, რომ ვიდეოს ბოლომდე უყუროთ. მით უმეტეს, რომ მე ვიდეოს ბოლოში გეტყვით თუ რატომ და როგორ გადავიქეცი მეორე ხარისხოვან მოქალაქედ. ამ ვიდეოს გაკეთებისკენ ჩემი ერთ-ერთი მაყურებლის კომენტარმა მიბიძგა. რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი, მოიძიე მასალები, რაც კი შევძელი და მართლაც შიშის მომგვრელი, მაგრამ საგულისხმო ფაქტები აღმოვაჩინე. ვიდეო მოკლე არ იქნება, ამიტომ გთხოვთ, რომ მოეწყოთ კომფორტულად. თემა არ არის ადვილი მოსასმენი, საკმაოდ მძიმე ფაქტებია მასში გაჟღერებული, მაგრამ როგორც მე ყოველი ასეთი ვიდეოს წინ გეუბნებით ხოლმე, გაფრთხილდეთ, ადამიანებო იყავით ფრთხილად და მაინც და მაინც ვენდობით ყველას, ვინც ჩვენ რაღაც იგეთებს გვპირდება და ამის ძალიან კარგ მაგალითებს თქვენ ნახავთ დღევანდელ ვიდეოში. ასევე მე სანამ ვიდეოს დავიწყებ, რა თქმა უნდა, ტრადიციულად, როგორც ყოველთვის, მე მინდა უღრმესი მადლობა მოვახსენო ყველა თქვენგანს, ვინც წერთ კომენტარებს, მოგწონთ ვიდეო და ამის შესაბამისი ნიშანს ვამ და ბარემ დასვით ახლავე რომ არ დაგავიწყდეთ და არ გაერთოთ ვიდეოს ყურებით და ასევე იმ ხალხს, რომლებიც მატერიალურად ეხმარებიან ჩემს არხს, აი ეგ მითითებული ანგარიშის ნომრით. საქმე იმაშია, რომ ძალიან დიდი მადლობა ყველას, უღრმესი მადლობა, ვინც Super Thanks-ის ფუნქციით სარგებლობს, მაგრამ Google-ი იმდენად ხარბია, რომ მას აი ამ Super Thanks-იდანაც კი სადღაც 56% მიაქვს თავისთვის. ანუ თქვენ რომ 10 ევროს გადარიცხავთ, ჩემამდე მხოლოდ 3.5 ევრო მოდის, ასე რომ ისევ ალბათ ჯობს თუ არის შესაძლებლობა ბანკის ანგარიშზე ან PayPal-ზე რომ ჩარიცხოთ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. მე თქვენი აი ეს თანხები ძალიან მეხმარება, რომ სტიმული მომეცეს ახალი ვიდეოების კეთების. აქვე მინდა გითხრათ, რომ ის სასაჩუქრე ნაკრები, რომელსაც მე რეკლამას უწევ, ჩემი მეგობრების მიერ გაკეთებული, მისგანაც მე თუ რამდენი წელს გაიყიდება, იქედან რაღაც გარკვეული ძალიან მცირე თანხა, მაგრამ მაინც მეკუთვნის და ამიტომ იმასაც თუ შეიძენთ, თქვენს გესიამოვნებათ, მის გამოშვებსაც და მეც, ასე რომ სამივე ჯგუფი მოგებაში დავრჩებით. დღე თანდათან მოკლდება. ზამთარი ძალას იგრებს. მაგრამ წინ ცივი ზამთრის ყველაზე თბილი დღესასწაულებია. დღეს, როცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ დღესასწაულებს საქართველოს გარეთ ხვდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება სამშობლოდან გაგზავნილი საჩუქარი. იმაზე, რომ ეს ადვილად მოახერხოთ, ჩემმა ახალგაზრდა მეგობრებმა იზრუნეს. მათ წამოიწყეს პრემიუმ ხარისხის სასაჩუქრე ნაკრებების წარმოება, რომელშიც ერთმანეთის გვერდით კოხტად განლაგებულა ტკბილი ჩურჩხელა და ცხარე აჯიგა, მადის აღმძვრელი სვანური მარილი და ტკბილმჟავე ტყემალი, კავკასიონის ალპური ფერდობების ყვავილების თაფლი და, რა თქმა უნდა, მისი უდიდებულესობა ქართული ღვინო. ეს ყველაფერი იმ ულამაზეს სუფრაზე შეგიძლიათ გაშალოთ, რომელზეც ქართული ანბანია ამოქარგული. იქვე დადეთ ხის სუნით გაჯერებული თბილისური ჩუქურთმებიანი აივნის სუვენირი და მენდეთ, სადაც არ უნდა იყოთ, ლამაზი თბილი და ქართული საღამო გარანტირებული აქვს. ნაკრების შემადგენლობა მყიდველი სურვილის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს. თუ გამოიყენებთ ამ პრომო კოდს, რომელსაც თქვენ ეკრანზე ხედავთ, როგორც ჩემი არხის გამომწერები, მიიღებთ 7%-იან ფასდაკლებას. თუ ნაკრებს ამ პრომო კოდის მიხედვით შეიძენთ, ამით თქვენ ჩემს არხსაც დაეხმარებით. გადადით ბმულის მიხედვით, გაიგეთ პირობები, შეუკვეთეთ და ახლავე აჩუქეთ თქვენს ახლობლებს ტკბილი მოგონებების სურნელი. დაუბრუნდეთ ჩვენს თემას. Human Rights Watch-ის გამოთვლებით, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადაში ქალების გაუხსნელი მკვლელობების რიცხვით ლიდირებს. ლიდირებს და სხვა ყველა პროვინციას უსწრებს.
მათგან მოკლული ინდიელების წილი არის 7-ჯერ მეტი ვიდრე თეთრკანიანების. ასევე 3.5-ჯერ მეტია ინდიელი ქალების გაუპატიურების და მკვლელობის ფაქტები ვიდრე თეთრკანიანების. ამის მიზეზად ადგილობრივი ინდიელების ალკოჰოლიზმისადმი და მაწანწალობისადმი მიდრეკილებას ასახელებენ, მაგრამ მართლა ასე მარტივადაა საქმე თუ არა, სწორედ აი ამას განვიხილავთ დღევანდელ ვიდეოში. მოვყვეთ თავიდან. იზოლაცია. კანადის ტაიგა არანაკლებ სასტიკია ვიდრე რუსეთისა. აქ ზამთარში დღის 3 საათზე უკვე კარგა მაგარი სიბნელეა და ადგილობრივი ინდიელების ოჯახებში იშვიათად თუ ნახავთ კერძო მანქანას, ანუ საკუთარ მანქანას, მით უმეტეს მანქანას, რომელიც არის ახალი მოდელის, ეკონომიური და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მათი გამოყენება ამ პირობებში, სადაც ისინი ცხოვრობენ, უბრალოდ შეუძლებელი. აქ ძირითადად ყავთ ძალიან ძველი მოდელის პიკაპები, ნახევრად სატვირთო მანქანები და ეს გასაგებიც არის, იმიტომ რომ ზაფხულში აქ წვიმები იცის და მიწა არის დაჭაობებული, ხოლო ზამთარში ჩრდილოეთია. რა არის ზამთარში? ყინვა, თოვლი, კარბუკი. და ასეთი მკაცრი კლიმატური პირობების შემთხვევაში თქვენ თუ მანქანა სადღაც გზაზე გაგიჩერდათ, ნუ ელოდებით ტყუილად რომ ვინმე დაგეხმარებათ, იმიტომ რომ ამ 735 კილომეტრიან გზაზე ძალიან დიდი მონაკვეთებია და დაახლოებით ეს 80%-ია ამ გზის, სადაც მობილური კავშირი უბრალოდ არ არის. რადგან გადაადგილების საშუალება ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის აქ მხოლოდ ავტოსტოპია, ამიტომ ძღოლმა იქ თუ არ გადაუხვია, სადაც თქვენ გინდათ, უბრალოდ სასიკვდილო საშიშროების წინაშე დადგებით და თქვენი მობილური მხოლოდ პლასტიკის და რაღაც ელექტრონიკის ნაგლეჯად იქცევა. თქვენს ყვირილს კი უბრალოდ ტაიგა ჩაახშობს. მაშა რატომ რისკავენ ქალები, რატომ დგანან ისინი გზატკეცილზე წერა თით აწეულები? იმიტომ რომ უახლოესი დასახლებული პუნქტები ძალიან ხშირად ერთმანეთისგან დაშორებული არის 100, 120, 150, 200 კილომეტრითაც კი. და ერთადერთი საშუალება რომ იყიდო თქვა პროდუქტი, წამალი, საავადმყოფო მოინახულო, ბოლოს და ბოლოს კინოში წახვიდე, ხო? ამის ერთადერთი საშუალება არის ის რომ გზაზე დადგე და ჰიჩჰაიკინგით, ანუ ავტოსტოპით, ანუ წერათით აწეულმა გააჩერო მანქანა და შენი რისკის ფასად, ფაქტიურად ქალები, განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგონები აქ რუსულ რულეტკას თამაშობენ, ანუ ან გაისვრის, ან არა, ან შეხვდება ნორმალური ადამიანი, რომელიც მიგიყვანს როგორც შეგვირდა ნორმალურად თავის ადგილზე თუ არა და როგორც გითხარით, ყვირილს და მობილურის გამოყენებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ აქ ისინი უბრალოდ არ მუშაობენ. ამიტომ, როდესაც ქალი სახლიდან გადის, მისი ახლობლები არ არიან დარწმუნებულები, რომ იგი დაბრუნდება და რომ გზატკეცილზე კიდევ ერთ მორიგ წითელ კაბას არ დაკიდებენ. წითელი კაბის შესახებ მე ცალკე მოგიყვებით. რატომ არის ამხელა სხვაობა ციფრებში? ციფრებში თეთრკანიანებსა და ინდიელებს შორის დაკარგული და მოკლული ქალების. საქმე იმაშია, რომ თუ თეთრკანიანი ქალი დაიკარგებოდა, ფელზე დგებოდა მთელი პოლიცია, ერთვებოდა საქმეში ცხენოსანი პოლიცია, მანქანებით ტყის დათვალიერება, ზემოდან ვერტფრენებით და იყო დიდი აჟიოტაჟი და როგორც წესი ასეთ ქმედებებს შედეგი მოაქვს ხოლმე. ყოველთვის არა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში. თუ იკარგებოდა მსგავს სიტუაციაში ინდიელი, პირველ რიგში თვითონ ინდიელები არ აცხადებდნენ ხოლმე, იმიტომ რომ არ იყვნენ დარწმუნებული, რომ პოლიცია მათ გამო თავს შეიწუხებდა. მეორე ის რომ თვითონ პოლიციელები მართლაც ძალიან გულგრილად უდგებოდნენ, მართლაც აშინელება გულგრილად უდგებოდნენ ადგილობრივების დაკარგვას, იმიტომ რომ როგორც გითხარით, მათ ეს იარლიყი ჰქონდათ მიწებებული, რომ ისინი ნარკოტიკებისადმი, ალკოჰოლისადმი მართლა ძალიან მოწყვლადები არიან და პლუს მათ თავიანთი ცხოვრების წესიდან გამომდინარე მაწანწალობა, ანუ მომთაბარეობა სისხლში აქვს გამჯდარი. და ამიტომ ამბობდნენ რომ აი თქვა ახალგაზრდა დაიკარგა, იმიტომ რომ აღარ უნდა თქვენთან ერთად ცხოვრება და წავიდა ვანკუვერში. ვანკუვერი გახლავთ ყველაზე დიდი ქალაქი ბრიტანულ კოლუმბიაში, მისი დედაქალაქად ითვლება და როგორც წესი, როგორც ბევრ ქვეყანაში
დიდი ქალაქები ყოველთვის უფრო იზიდავს ხოლმე ახალგაზრდობას, ვიდრე თქვათ, მიყრუებული სოფლები, განსაკუთრებით ისეთი, როგორიც კანადის ამ პროვინციაშია. კიდევ ეს არის ერთი მანიაკის არსებობის შესახებ მითი. ძალიან დიდხანს თვითონ კანადის პოლიცია თვლიდა, რომ გზატკეცილზე ერთი მანიაკი მოქმედებს. ერთი სიტყვით ეს არის ეგრეთ წოდებული კანადელი თვითნაზარდი ჯეკ მფატრავი, ხო? არადა რეალობა გაცინებით საშინელია. აქ არის მკვლელობების რაოდენობა იმდენად მაღალი, რომ ისინი თან განსხვავებული ხელწერა აქვთ ამ მკვლელობებს და თან ეს გრძელდება 10 წლეულების განმავლობაში, რომ არ არსებობს რა ერთი კაცი მუშაობდეს. უბრალოდ ამ პროფაილის ქვეშ ვერ გააერთიანებ რაღაც გარკვეულ ჯგუფს მკვლელებისა. და მათ აერთიანებთ მხოლოდ ერთი რამ აი ამ მკვლელებს. ეს არის უკაცრიელი ადგილები და მონადირე ხედავს, რომ აქ პოლიციის ნასახი არ არის და სანთლით საძებნელია. ასევე იგი ხედავს პოტენციურ მსხვერპლს, რომელიც თვითონ უჯდება მანქანაში, ყოველგვარი შიშის გარეშე შეუძლია ამ უმწევრ მსხვერპლს, რაც უნდა ის უქნას და უკან გზაზე დაბრუნდეს და თუ ბედმა გაუღიმა კიდევ ერთ მსხვერპლს გამოკრას კლანჭი. საშინელებას ვამბობ, მაგრამ ფაქტიურად ასე ხდებოდა აი ამ ადგილებში. თუკი მკვლელის დაჭერა ხდებოდა როგორც წესი შემთხვევით ხოლმე. აი მაგალითად 2010 წლის 27 ნოემბერს თოვლიანი სუსხიანი ღამეა კანადის ცხენოსანი პოლიციის ახალგაზრდა ოფიცერი აარონ კელერი გზატკეცილ 27 განშტოებიდან, რომელიც უერთდება მე-16 გზატკეცილს, ხედავს, რომ სწრაფად მომავალი მანქანა ამოდის. ეს არის პიკაპი. პიკაპი ანუ ნახევრად სატვირთო მანქანა და აარონი მას აჩერებს, იმიტომ რომ სიჩქარე მაღალია, თან ძალიან საეჭვოა. ეხლა უახლესი დასახლება ვანდერჰუფი აქედან 25 კილომეტრშია. ძალიან ცივა. უკუნეთი სიბნელეა. იქეთ არაფერია და უღრანი ტყე იწყება, უღრანი ტაიგა იქეთ. ანუ იქ ხა წესიერი ადამიანი 27 ნოემბერზე უკუნეთ ღამეში მანქანით არ წავა. და იგი აჩერებს მანქანას აბუთების შემოწმების მიზნით. საჭეს უზის 20 წლის კოდი ლეგე ბოკოფი, საშინელი გვარია, ამიტომ კოდით მოვიხსენიებ აწი და მანქანაში შეიხედავს ოფიცერი, დაინახავს, რომ საშინელი არეულობა, მაგრამ ყურადღებას მიიქცევს კოდის ნიკაბზე წასმული სისხლი და ასევე სისხლის ლაქები მის ტანსაცმელზე და ეთქვის გადმოდიო და ეგრევე დაადებს ხელბორკილს, რომ ეხლა ბევრი თავის ტკივილი არ აუტეხოს ამ კაცმა, შეიხედავს სალონში და რას ნახავს, რომ სალონში გზავრის სავარძლის წინ არის საკმაოდ დიდი სისხლის გუბე და ამ სისხლის გუბეში აგდიეს სასკოლო ჩანთა. ასევე 15 წლის გოგონას სახელზე გამოწერილი ბიბლიოთეკის ბარათი დევს უკვე კოდის სავარძელზე. ეს რა თქმა უნდა ძალიან დააეჭვებს აარონს და იგი კითხავს, რას აკეთებდი აქო ამ შუაღამისო და რას ვაკეთებ ირემის მოვინადირეთ მე და მეგობრებმო. მაგრამ ამდენი სისხლია მანქანაში სისხლი შენზე სისხლი. ესა იმიტომ რომ ჩვენ ეგეთ გართობა გვაქვსო ბეისბოლის ბიტებით ვკლავთ ხოლმეო, კაი ტიპი არა. ირემსო და ამიტომო ესეო ამოვითხვარეთო. მოკლედ კიდევ კარგი აარონმა არ დაუჯერა ამ იდიოტიზმს, დაურეკა თავის მეწყვილე მოვიდა, მათ კოდი დაიჭირეს და დააკავეს, აიყვანეს განყოფილებაში და მეორე დღეს, როდესაც გათენდა, რამდენიმე ათეულკაციანი ჯგუფი წავიდა ირმის ანახავად და ირმის ნაცვლად მათ იპოვეს იმ ადგილიდან, სადაც კოდი დააკავეს 2 კილომეტრში 15 წლის ლორენ ლესლის ცხედარი. რომელმაც თავის და საუბედუროდ კოდის თითი აუწია, გააჩერა იგი და ასე ტრაგიკულად დაამთავრა თავის ხანმოკლე ცხოვრება. როგორც ხედავთ, კოდი სრულიად შემთხვევით ჩაუვარდა პოლიციას ხელში და რომ აარონის ესეთ კეთილსინდის ერება თავის პროფესიისადმი და გულისხმობით მიდგომა, იგი კიდევ ბევრ ადამიანს გამოასალმებდა სიცოცხლეს, იმიტომ რომ როგორც შემდეგ დნმ-ის ანალიზით დადგინდა, კოდის კიდევ 5 ქალი ყავდა მოკლული ანალოგიური მეთოდით. კოდი თუ ადგილობრივი მკვლელი და მანიაკი იყო, კიდევ უფრო საზარელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ამ გზატკეცილზე აშშ-ს მკვიდრი, ეგრეთ წოდებული გასტროლიური მკვლელიც დათარეშობდა, ეს გახლდათ ბობი ჯო ფაულერი. 1929 წელს დაიბადა იგი ტექსასის შტატში, განათლება არ მიუღია და მომთაბარე ცხოვრების წესს ეწეოდა.
იგი საკმაოდ კარგი სახურავების გამკეთებელი იყო და ასე სეზონურად დადიოდა სხვადასხვა ადგილებში და იქ ამ სახურავებს აკეთებდა. ბოლოს მან მუშაობა დაიწყო 70-იან წლებში უпроსორად კანადურ კომპანია Happy Roop-ში, ანუ ბედნიერ სახურავში, და რომლის მთავარი ოფიციც გახლდათ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქალაქში, პრინც ჯორჯში, საიდანაც იწყება კიდეც მე-16 ტრასა. და ყველაზე საშინელი და გულდასაწყვეტი ის გახლდათ, რომ კანადის პოლიცია მას არასდროს განიხილავდა სერიულ მკვლელად. ბობი აშშ-ში დაიჭირეს 1987 წელს ქალის გაუპატიურების საქმეზე და იგი 2006 წელს ფილტვების კიბოთი გარდაიცვალა ამერიკის ციხეში, ერთ-ერთ ციხეში და თან უამრავი საიდუმლოც წაიღო. მე აქ პატარა გადახვევას გავაკეთებ, იმიტომ რომ ერთი ძალიან საინტერესო ამბავი უნდა მოგიყვეთ, ერთ ძალიან საინტერესო ადამიანზე, რომლის შესახებაც მე მგონი რომ ბევრმა თქვენ არ იცით და ეს ძალიან გულდასაწყვეტი ამბავია, ამიტომ მე მინდა რომ ეს ხარვეზი შევავსოთ, მე გაგაცნობთ ადამიანს, რომელიც უშუალო კავშირშია იმასთან, რაც შემდგომში არამხოლოდ კანადის, არამედ მთელი მსოფლიოს კრიმინალური საქმეების გახსნის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. 70-იანი წლების ბოლოს, როცა მე სკოლა დავამთავრე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე შემაქვს საბუთები. ბიოლოგიის ფაკულტეტი მაშინ ძალიან პოპულარული იყო, იმიტომ რომ აქ მთელი ზაფხულის განმავლობაში იყო პრაქტიკები საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქვეყნებში, ზოგჯერ იყო ხოლმე სოციალისტური ბანაკის ქვეყნებთან გაცვლა გამოცვლები და საკმაოდ ხო ცალკე კორპუსი ჰქონდა ჩვენ მესამე კორპუსი, რომელიც ჭავჭავაძეზე მდებარეობდა. ჩემი მეგობრები ძალიან დიდი ნაწილიც აქ სწავლობდა და ძალიან მიქებდნენ ამ ფაკულტეტს. მეც ახლა ბიოლოგიის გარდა სხვა არაფერი მაინტერესებდა 5 წლის ასაკიდან და რა თქმა უნდა ბიოლოგიურზე შევიტანე საბუთები და ატესტატი რომ მივაწოდე, მიმღებ ქალს იქ გარეთ ვინც იღებდა საბუთებს, აი სიტყვები მითხრა, რომელიც არასდროს დამოვიწყდება, რომ შილო პატრონი არ ყავდაო. ახლა გამიგებს მე ის, ვინც ჩემი თაობისაა და ცოტა ადრე და ცოტა მოგვიანო. მაშინ იყო ატესტატების ასეთი სკოლაში გაძლევდნენ ატესტატს, ატესტატი იყო 5-იანი, 4-იანი, 4-ნახევრიანი, 3-იანი, 3-ნახევრიანი და ასე შემდეგ და ამ ატესტატის ქულა, ანუ თქვა თუ 5-ქულიანი ქონდა და იქაც თქვა კარგი ნიშნებს მიიღებდი 4 გამოცდაში. ეს ჯამდებოდა და შემდეგ გამსვლელი ქულები ითვლებოდა ხოლმე. მე მქონდა 4-ნახევრიანი ატესტატი, რაც იყო უკვე მე აუთსაიდერებში მსვამდა, იმიტომ რომ რატომ ითხრა ხალხმა პატრონი არ ყავდაო, იმიტომ რომ მაშინ ქრთამით-კეთდებოდა ატესტატი. ნიშნები იწერებოდა, თუ ეხა 1000-ები არ ღირდა მართალია, მაგრამ 1-2 ბოთლი კონიაკი თქვა თუ მამაკაცი იყო, იქ მადონა სერვისი და რაღაცა ეგეთები უნდა მიგეტანა მასწავლებლებისთვის, ყველაზე არ მაქვს მე რა თქმა უნდა საუბარი. იყვნენ საოცარი გამონაკლისები და მე მყავდა ასეთი მასწავლებლები საბედნიეროდ. ისიც უნდა ვთქვა, რომ რიგი დგას და რიგში სულ გოგონები არიან. არც ერთი ბიჭი არ არის. და გამოდივარ გარეთ, ჩამოდივარ კიბეებზე და ხდება აი ხუთოსნის გარეგნობის თმახუჭუჭა, ულვაშებიანი, ძალიან სიმპათიური ბიჭი, რომელიც მეკითხება ბიოლოგიურზე აქ ბარდებაო საბუთები, მოთხარი კი მეთქი შენს ბიოლოგი კი, მეთქი შევხვდებით იმედია. მე იმედი არ მაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში. ხო, ალბათო შევხვდებითო და მართლაც მოხდა საოცრება, მე იმ წელს ჩავაბარე, მიუხედავად იმისა, რომ 7 ადამიანი იყო ერთ ადგილზე, იქ მართალია პირველივე გამოცდაში 3 მივიღე და ეს იყო კატასტროფა პრინციპში და დამენებებინა კიდეც თავი გამოცდებისთვის, მათემატიკა იყო ეს, მახსოვს მათემატიკა ყოველთვის არასდროს არ იყო ჩემი საგანი, მაგრამ შემდეგ უკვე ქიმია, ბიოლოგიას და ქართულში 5-ები მივიღე და ჩემი ქართულის მასწავლებლის საოცარი ადამიანის დოდო ჯორბენაძის გულის გასახეთქად დავწერე არა თქვა იქ რუსთაველი და რაღაც ბარათაშვილი და ესა რომელიც ძალიან კარგად მასწავლა მან არამედ თავისუფალი თემა საქართველოს ქალები. ქალები მე ყოველთვის მომწონდა და ამიტომ ქალები ავირჩიე და მივიღე 5 და ხო ის საოცრება ზუსტად მეყო ქულები რომ გავსულიყავი და მოხდი უნივერსიტეტში. თუ რა ვისწავლე ამ ფაკულტეტზე როგორ რა ხარისხის იყო ეს სწავლა ამაზე მე შემიძლია ცალკე ვიდეო გავაკეთო და დავამშვიდო საბჭოთა კავშირის მოყვარულები რომ მე უნივერსიტეტში ბევრი არაფერი მისწავლია
რომ მეუბნებიან რომ შენ იქ ისწავლე მე ვისწავლე ჩემით ყველაფერი რაც ვისწავლე რაც შესაძლებელი იყო იმ პირობ რა თქმა უნდა მყავდა 2-3 ნამდვილად ყავდა 2-3 ლექტორი რომელმაც ძალიან ბევრი მომცა იგივე ირაკლი ელიავა რეზო ჯორდანია რომ არ ჩამოთალო იყვნენ ასეთები რომლებმაც ძალიან ბევრი მომცეს რომლებმაც დამაკვალიანეს კიდეც რა უნდა მეკეთებია როგორ უნდა მეკეთებინა მაგრამ ძირითადად მე ჩემით ვსწავლობდი ყველაფერს მე ახლა გაჩვენებთ უბრალოდ რას გვასწავლიდნენ უნივერსიტეტში და შემდეგ დაუბრუნდები იმ თემას რომელზეც მე ვსაუბრობდი აი ეს არის ჩემი ამონაწერი ჩათვლის უწყისიდან ეს არის უკვე 1978-დან 93 წლამდე ანუ შევასრულე შემდეგი სასწავლო სამუშაო და ახლა წაიკითხეთ ის საგნები რომლებსაც ჩვენ გვასწავლიდნენ აი თუ ჩანს აქ ნუ მე ცალკე წაიკითხავთ აი ზედა ნაწილს მიაქციეთ ყურადღება SKKP ისტორია, ვინც არის ეს გახლავთ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ისტორია, მარქსისტულ-ლენინური ფილოსოფია, პოლიტიკური ეკონომია, რა პოლიტიკას და რა ეკონომიაზე იყო საუბარი, როცა გეგმითი ეკონომიკა იყო, მეცნიერული კომუნიზმის საფუძვლები, მეცნიერული ათეიზმი, მარქსისტულ-ლენინური ეთიკა, მარქსისტულ-ლენინური ესთეტიკა, საბჭოთა სამართალი საბჭოთა და თან სამართალი ხო წარმოგიდგენიათ და საბოლოო ჩემის გახლავთ აი ეგერ რომ მე აი წაიკითხეთ ან დააპაუზეთ და ისე ნახეთ ვასილ ჩააბარა გამოცდა მეცნიერულ კომუნიზმში შეფასებით დამაკმაყოფილებლად ანუ 3 მივიღე და დაიცვა სადიპლომო შრომა თემაზე თბილისის მიდამოების ზოგიერთი ქვეწარმავლის ბიოეკოლოგიისა და ეთოლოგიისათვის შეფასებით ფრიადი. აი ამას გვასწავლიდნენ პარალელურად კიდე რაღაც სხვა საგნებისა. მოკლედ ეს ფინალია, მაგრამ დასაწყისი იყო ის, რომ 1 სექტემბერს შევკრიბეს ერთ დიდ აუდიტორიაში და აღმოჩნდა, რომ ვართ 7 ბიჭი და არის 80 გოგო კურსზე. ნუ 60-ში ვართ ფაქტიურად, ხო? ადმინისტრაციას მეტი გენიალური აზრი არ მოსვლია თავში 7 ჯგუფი ჩამოაყალიბეს და 7-ვე ჯგუფის ჯგუფხელად ნუ თითო ჯგუფში თითო ბიჭი დანიშნეს ნუ რა თქმა უნდა მალევე მიხვდნენ რომ სისულელე გააკეთეს და იანვრიდან უკვე ყველა ჩაგხსნეს ნუ დღეს ბიჭებიც და გოგოებიც ძალიან მეგობრობ ერთ-ერთი ამ ბიჭთაგანი იყო სწორედ ის ხუჭუჭა სიმპათიური ბიჭი რომელიც მე კიბეებზე შემხვდა და რომელსაც ქვევდა ჩვენი თავებისთვის ძალიან უცნაური სახელი აპოლონი. გვარად იყო ჯინჯარაძე. ჩემმა კურსელებმა ჩემ ცხოვრებაში ზოგადად ბიჭებმა განსაკუთრებით ძალიან დიდი როლი ითამაშეს, მაგრამ ახლა მე აპოლონზე მინდა მოგიყვეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენგან დანარჩენი ბიჭებისგან განსხვავებით აპოლონი მართლა წესიერების განსახიერება იყო, მიუხედავად ამისა იგი იყო საოცრად კომფორტული მეგობარი. ჩვენ ძალიან ხშირად ერთად დავდიოდით პრაქტიკებზე თავისთავად, მაგრამ შემდეგ ინდივიდუალურ გასვლებსაც ვაწყობდით ხოლმე, ერთნაირად მოგწონდა ფოტოგრაფია, ვიღებდით ფოტოებს, დავსდევდით მწერებს, ხვლიკებს, გველებს, რა ვიცი, ვაკეთებდით ჰერბარიუმებს, ბევრს ვიცინოდით, უამრავი თავგადასავალის გადახვდენია, მთაში დავდიოდით. შემდეგ გაიყო ჩვენი გზები, მე წავედი პალეონტოლოგიაში და აპოლონი წავიდა დურმიშიძის სახელობის ძალიან კარგ ინსტიტუტში, ბიოქიმიის ინსტიტუტში. მალე იგი მოსკოვის ენგელჰარტის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში გადავიდა ასპირანტურაში, აი დღევანდელი დოქტორანტურა რო არის ის და არ არსებობს თქვენგანი რომ არ იცოდეს ეგრეთ წოდებული გენური დაქტილოსკოპიის შესახებ, ანუ დნმ-ის საშუალებით, დნმ-ის ანალიზის საშუალებით პიროვნების დადგენა. ნათესაური კავშირების დადგენა. რევოლუციური მეთოდი 80-იანი წლების ბოლოსკენ გამოიგონა ასე ითვლება ბრიტანელმა ბიოქიმიკოსმა ალექს ჯეფრისმა. პარალელურად საბჭოთა კავშირში ან დახურულ აკვარიუმში, რომელიც რკინის ფარდით იყო გამოყოფილი დანარჩენი მსოფლიოსგან, აპოლონ ჯინჯარაძემ გამოიგონა ზუსტად იგივე მეთოდოლოგია. რას ნიშნავს ახლა ნახოთ დნმ დაქტილოსკოპია?
სიტყვა დაქტილოსკოპია მოგეხსენებათ ეს არის თითის ანაბეჭდების მიხედვით ადამიანის პიროვნების დადგენა, იმიტომ რომ ყველა ჩვენგანს გვაქვს ჩვენი უნიკალური თითის ანაბეჭდი. აი ამ ანალოგიით, რომ ეხლა ძალიან სიღრმეებში არ წავსულიყენ, ამ ანალოგიით დაარქვეს ამ მეთოდს. თითების ნაცვლად აქ დნმ-ის გარკვეული მონაკვეთები მუშაობენ, რომლებსაც ანალიზით ადგენენ. ნებისმიერ ჩვენგანს აქვს ეგრეთ წოდებული კონსერვატული გენების კრებული, რომელიც დნმ-ში არის ჩასმული და რომელიც არის უცვლელი. ამ გენების ამ მონაკვეთებს ჩვენს შთამომავლობასაც გადავცემთ და იქ გაზავებული სახით ეს მონაკვეთები მათში არის. ეს კონსერვატული რაღაცა ყველგან მეორდება ერთი და იგივე ადამიანს ნებისმიერ უჯრედში ყველგან ეს კონსერვატული და განსხვავებული მონაკვეთი ყველგან ზის და მე შემიძლია ამით ადამიანი თუ შევხედე და თქვა ეს მონაკვეთი აქაც არის და იქაც არის თქვა რომ ამ ადამიანის თმა იქ ნახე. ჯეფრის პლუსი ის იყო რომ ის თავისუფალი სამყაროს შვილი იყო და მან ეგრევე გამოაქვეყნა თავისი სტატია, ხოლო აპოლონის სტატიის გამოქვეყნებას არ დაადგა საშველი. არადა ამ მეთოდმა სრულიად შეცვალა კაცობრიობის დამოკიდებულება არა მხოლოდ დანაშაულისადმი. ჩვენს გვერდით მაგალითად იქ მაქს პლანკის ინსტიტუტში მუშაობს ნობელის პრემიის ლაურეატი სვანტე პააბო, რომელიც რომელმაც ნეანდერტალელების დნმ შეისწავლა და აი იქ იპოვა ეს კონსერვატული მონაკვეთები, რომლის საშუალებითაც მან შემდეგ დაადგინა ნათესაური კავშირები დენისოვალ ადამიანს ნამარხი სახეობა ადამიანის და თანამედროვე აზიელებს შორის. 1991 წელია ეკატერინბურგის მახლობლად იპატიევის სახლი იყო ესეთი ცნობილი, სადაც დატყვევებული ყავდათ ბოლო იმპერატორი ნიკოლოზ მეორემ თავის ოჯახობასთან, თავის პირად ექიმთან და მოსამსახურეებთან ერთად და რომელიც როგორც ვარაუდობდნენ აქ დახვრიტეს და მათი ნაშთები იპოვეს აი იპატიევის სახლის სარდაფში. მაგრამ ხომ უნდა დაედგინათ ახლა ვინ არიან ესენი. წმინდანებად შერაცხა რუსეთის ეკლესიამ ნიკოლოზი და მისი ოჯახი და აღმოჩნდა რომ იაპონიის ერთ-ერთ მუზეუმში ინახება დოლბანდი, ბინტი, რომლითაც ნიკოლოზმა დაჭრილი იყო იმ სისხლით გაიჟღინთა აი ეს დოლბანდი და იქ იყო. გამოითხოვეს ეს დოლბანდი და აპოლონის მეთოდის უნიკალობა იმაში მდგომარეობდა, რომ ჯეფრის მეთოდისგან განსხვავებით მას შეეძლო მყარი ნივთიერებებისგანაც გამოიყო დნმ და იქ შეესწავლა აი ეს კონსერვატული მონაკვეთები, აი ამ დოლბანდში არსებულ სისხლის ნიმუშს და 100% დადგინდა რომ ნამდვილად ყო ეს ნიკოლოზის ოჯახი. 1999 წელია მე ხა უკან ბრუნდები, როცა შედარებით თავისუფლება გაჩნდა, რაღაც უცხოური აღმოჩენებიც გაცილებით ხელმისაწვდომია და მიხვდნენ რომ ქართულმა მეცნიერებმა მართლაც ძალიან დიდი გარღვევა მოახდინა და წარადგინეს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიაზე. მაგრამ პრემია მისცეს მხოლოდ 1996 წელს. ისიც როგორც რუსებს ჩვევიათ, იქ ვიღაცები მიატმასნეს მას, რომლებიც საერთოდ არაფერ შუაში არ იყვნენ. მანამდე კი მოხდა ასეთი რამ. 1999 წელია საქართველოს დუხს ეროვნული მოძრაობა აქციებზე მართავს თბილისი. ნახევრად არეულ სიტუაციაშია, საბჭოთა რეჟიმი ცდილობს რომ თავი დაიცვას, მაგრამ ხდება რომ მისი დღეები დათვლილია და მარტში აპოლონი ჩამოდის თბილისში, რათა ლექციები წაიკითხოს, ბიჭები ვაპირებთ შეხვედრას და 4 მარტს ჩემი მეგობარი მირეკავს და მეუბნება რომ აპოლონი გარდაიცვალა. ეს იყო ელდა, ეს იყო შოკი ყველასთვის ჩვენთვის, იმიტომ რომ მე აპოლონზე ჯანმრთელი ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში არ მოუწევია, ასვამი ცხოვრებაში არ მინახავს, ყოველთვის ჯანმრთელად იკვებებოდა, ვარჯიშობდა, ყოველთვის ფორმაში იყო, აი ესე უეცრად სახლში გარდაიცვალა. მე დარწმუნებული ვარ, რომ აპოლონი, აი 1000% ვარ დარწმუნებული, რომ აპოლონი ძალიან დიდი მეცნიერი იქნებოდა დღეს, მას უამრავი საოცარი გამოგონება და აღმოჩენა იქნებოდა უკვე გაკეთებული და მას იმდენად უყვარდა საქართველოს, რომ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მიუძღვნიდა მას. აი ესეთი კურსელი მყავდა, ასეთი საოცარი ადამიანი, რომელიც ესე უდროოდ 27 წლის ასაკში წავიდა.
წავიდა და დაგვიტოვა საოცარი მეთოდი, რომელსაც დღემდე ვიყენებთ და მისი ამ მეთოდოლოგიის გამოყენებით 2012 წელს 40 წლის შემდეგ იმ ამბებიდან რაც მოხდა და 6 წლის შემდეგ მას შემდეგ რაც ჯეფრი ციხეში ჩაკვდა დადგინდა რომ 1974 წელს ცრემლების გზატკეცილის ერთ-ერთ შესახვევში ნაპოვნი 16 წლის გოგონა კოლინ მაკმილანი სწორედ ჯეფრი მოკლა, იმიტომ რომ მის ტანსაცმელზე ჯეფრის სპერმის ნაწილი აღმოჩნდა. ამის შემდეგ დადგინდა რომ 73 წელს ამავე გზატკეცილზე 19 წლის ორი გოგონა მოკლა მანვე. მასვე დაუმტკიცდა უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში 4 გოგონას მკვლელობა და მთლიანობაში ფიქრობენ რომ ფაულერის სინდისზე 20 ქალის სიკვდილია. სამწუხაროდ ფაულერის მტაცებლური ბუნება გამოძიებამ კი არა ერთი ქალის სიმამაცემ გამოავლინა 1995 წელს მან ნიუპორტში გაიტაცა ახალგაზრდა გოგონა და გოგონამ რაღაცნაირად მოახერხა და გადმოხდა მეორე სართულიდან პოლიცია მოვარდა აიყვანეს ფაულერი და მას სულ რაღაცა 8 წელი მიცეს 2011 წელს კანადის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რომ გამოეძიებინა ყველა დანაშაული რომელიც ამ ადგილებში ქალების მკვლელობებს და გაუჩინარებებს ეხებოდა ამისთვის მან რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი გამოყო და ჩამოაყალიბა პროგრამა რომელსაც იპანა დაერქვა და მის ამ ფარგლებში თითქოს უნდა აღმოფხრილიყო მკვლელობები და პარალელურად თაროებზე შემოდებული ეგრეთ წოდებული cold case-ები გაუხსნელი საქმეებიც უნდა მეტნაკლებად როგორც შესაძლებელი იყო გახსნილიყო უნდა გითხრათ რომ ბრიტანული კოლუმბია ეს ძალიან ლამაზი მხარეა მაგრამ ასევე ეკონომიკურად საკმაოდ ძლიერი იმიტომ რომ ჯერტი იგი შედარებით სამხრეთითაა სხვა პროვინციებისგან განსხვავებით მას აქვს წყნარ ოკეანეზე გასასვლელი იგი მდიდარი არის ბუნებრივი რესურსებით ხე-ტყით პირველ რიგში ასევე სამთო მადნეულით შედარებით კარგი პირობებით სოფლის მეურნეობისათვის სათევზე მეურნეობა სამონადირეო მეურნეობები მაგრამ ამ დიდრების რიცხვს არ მიეკუთვნებიან როგორც წესი ინდიელები. მართალია კანადის მთავრობა და პირადად პრემიერ-მინისტრი ტრუდო ჩაუდგა სათავეში ამ საკითხის მოგვარებას ცრემლების გზატკეცილზე ადგილობრივების თქმით კვლავ ქრებიან ქალები. მიუხედავად იმისა რომ მე-16 ტრასაზე დაინიშნა საკალათაშორისო ავტობუსების სერია და სლაგეზები მეტი არის გაცილებით 3-4 ვიდრე აქამდე იყო და ყველგან გამოფრთხილებელი პლაკატები კიდია მიუხედავად ამისა ქალები მაინც ავტოსტოპით ამჯობინებენ გადაადგილებას და მუდმივად სასწორზე აგდებენ საკუთარ სიცოცხლეს თუ ისინი ქრებიან როგორც გითხარით ადგილობრივი პოლიცია მაინც და მაინც ყურს არ იბერტყავს თუმცა არის ორი შემთხვევა რომლებიც ამოვარდნილია საერთო სურათიდან ერთ-ერთი გახლავთ მედისონ სკოტის გაუჩინარება 2011 წლის 28 მაისს როდესაც 20 წლის 11 კანიანი გოგონა თავის მეგობრებთან ერთად საკმაოდ დიდი ჯგუფი 150 კაცამდე აწყობს წვეულებას ერთ-ერთი ტბის პირას და ამ 150 კაცი ძალიან ბევრი ერთმანეთს არ იცნობს და ნუ მოგეხსენებათ როდესაც ახლა ადამიანი დალევს განსაკუთრებით 20 წლის 25 წლის ახალგაზრდა იქ რაღაც კონფლიქტები იქნება მაგრამ ჩხუბი და აყალმაყალი რომ არ მოხდეს ძალიან გონებას დაატანს ეს ხალხი, რაც საინტერესოც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ნასვამი ადამიანი აგრესიულია ხოლმე მოგეხსენებათ და ესე ჯგუფ-ჯგუფად რომ არ მოხდეს რამე კონფლიქტი, ამ ტბას დატოვებენ. დარჩენას გადაწყვეტს 150 კაციდან ერთ-ერთი არის მედისონ სკოტი, ეს გოგონა, რომელსაც წამოღებული აქვს კარავი, კარავს გაშლის აქვს თავის მანქანის გვერდით. და მიუხედავად იმისა, რომ ყველა თხოვს რომ წამოდილები და დათვებითაა სავსე მერე აგერ არის მე-16 ტრასა 500 მეტრში რაღაც არ დაგემართოს ვინმე არ მოვიდეს რამე არ მოვიდეს. ააგდებს ქვას ეს გოგონა თავ შეუშვერს და ნუ დარჩება. დარჩება ღამე დაურეკავს მამას, მამას ეთქვის რომ ყველაფერი კარგადაა. მამა დაურეკავს დილით და მედისონი აღარ იღებს ტელეფონს. დასხდება ოჯახი მანქანებზე, წავლენ ტბის პირას და იპოვიან მედისონის მანქანა ჯაკეტილია, ხოლო მისი კარავი ისეთნაირად არის თითქოს მასზე რაღაცა უზარმაზარი დაეცაო, თითქოს გაჭყლეტილია კარავი. შეიხედავენ შიგნით, ძოლის კვარლი არ არის,
სიცხლის კვალი არ არის, უბრალოდ ეს გოგონა გამქრალია. იწყება მასშტაბური ძებნითი სამუშაოები, რომლის გავსი ბრიტიშ კოლუმბიას არ ახსოვს. ჰაერში რამდენიმე ვერტფრენია, წითელი სხივების დამჭერი აპარატურით, რომელიც ნებისმიერ თბილ საგანს აღიქვამს. ქვემოთ ცხენოსანი პოლიცია, არის ასობით ადამიანი, თვითონ პრინც ჯორჯიდან ჩამოსული, რომლებიც ეხმარებიან პოლიციას ადგილის დათვალიერებაში, მაგრამ მედისონ სკოტი ტაიგამ ჩაყლაპა თუ მიწამ, არავინ იცის ქრება. ჩნდება უამრავი ვერსია, რამდენიმე ათეული ეჭვმიტანილია, ჩართული არის საქმეში დნმ-ის ანალიზიც, რა ვიცი, ყველაფერი აბსოლუტურად ვერადებენ ხელს, ყველას რაღაც ალიბი აქვს და გადის 12 წელი. და ზუსტად 28 მაისს, ანუ იმ დღეს, როდესაც მედისონი დაიკარგა, 2023 წელს, ადგილობრივი სკოლის ბავშვები ექსკურსიაზე ყავთ წაყვანილი და ისინი ტბიდან, ანუ იმ ადგილიდან, სადაც მედისონი დაიკარგა, 2 კილომეტრის მოშორებით პოულობენ ადამიანთა ფრაგმენტებს. კაბით და გენეტიკური ანალიზით დგინდება, რომ ეს მედისონია. როგორ ვერ იპოვა ასეულობით ადამიანმა დასრული 20 წლის ქალიშვილი, რომელიც იქვე იყო თურმე, სრულიად გაუგებარია. არ არის გამორიცხული, რომ იგი მოკლეს, შემდეგ ჩამარხეს და შემდეგ ცხოველებმა ამოთხარეს ალბათ მისი გვამი, ამიტომ რომ შეუძლებელია მართლაც ისეთნაირად იყო, აი როგორც სავარცხელი, ისე წვრილი სავარცხელი, ისე გაიარა ხალხმა და ისე ათვალიერა ეს ადგილები და ამაოდ. და კიდევ ერთი ამბავი, რომელიც ძალიან მისტიკურია მართლაც და რომელიც ამოვარდნილია ძირითადი თხრობის ხაზიდან, როდესაც ერთბაშად 4 ადამიანი ქრება. 1989 წლის 1 აგვისტოს 26 წლის რონი ჯეკი, სენ ჯორჯის მკვიდრია ეს ახალგაზრდა ბიჭი, ადგილობრივი ინდიელია იგი, მან დაკარგა სამსახური და ცდილობს რომ მოძებნოს, იმიტომ რომ ოჯახი ყავს გამოსაკვები, მას ყავს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი. სამუშაოს ეძებს საღამოობით, იგი ადგილობრივ ბარში მიდის, ჩაურის განსაკაროებლად, ლუდის დასალევად და აი სწორედ 1 აგვისტოს მას მიუჯდება ვიღაც უცნობი მამაკაცი და შესთავაზებს სამუშაოს. და ეტყვის რომ დღესვე უნდა წავიდეთო, ღამეა გარეთო, არა უშავს დღესვე უნდა წავიდეთ, რომ ხვალიდან დაიწყო და 10 დღეში უკან დაბრუნდები, ბევრი არაფერი სამუშაო არ არის, მაგრამ საკმაოდ კარგი ანაზღაურებაა და შეგიძლია ცოლშვილი წამოიყვანო, იმიტომ რომ იქ ყველანაირი პირობა არისო. იგი მიადგება თავის შევროლე იმპალა ყავს 1978 წლის გამოშვების მოფამფალებული მანქანა, მაგრამ დადის ეს მანქანა და ჩასხამს თავის მეუღლეს 26 წლის დორინს, 9 წლის რასელს და 4 წლის რაიანს. მანამდე დაურეკავს დედას და ეუბნება, რომ სამუშაო იშოვა, რომ იგი 10 დღით მიდის, არ ეუბნება სად და ამ დროს დედამის ესმის იმ მამაკაცის ხმა, ვიღაც უცხო მამაკაცის, რომ ჩქარა რა ზოზინობ, გვაგვიანდება. ეს იყო ბოლო, რაც რონისგან ვინმემ ოდესმე რამე გაიგო. რონი და მისი ოჯახი უკვალოდ გაქრა. 1996 წელს შევიდა პოლიციაში ანონიმური ზარი, სადაც შეატყობინეს, რომ ერთ-ერთ რანჩოზე არის თითქოს მანქანაში მოკლულები და შემდეგ მანქანიანად დამარხულები რონი და მისი ოჯახის წევრებიო. პოლიციამ ყურად იღო ეს ამბავი, წავიდნენ გეორადარითაც ეძებეს, ექსკავატორით გადათხარეს იქაურობა, ვერაფერი. ვიღაცამ თუ ვიღაცებმა მართლა სერიოზულად დაგეგმეს ეს ოჯახის გატაცება, რაში ჭირდებოდათ არავინ იცის, 26 წლის ჯანიანი მამაკაცი, 26 წლის ჯანმრთელი ქალი წინააღმდეგობას გაუწევდნენ, ხო, ეხა ერთი კაცი იქ ვერაფერს გააწყობდა, თუ ეხა რაღაცა ქიმიკატებით ან რაღაცით არ გააბრუა ის ხალხი. დღემდე ეძებენ ამ დაკარგულ ოჯახს და დღემდე არავინ იცის, სად გაქრნენ ისინი. ფაქტი კი ის არის, რომ ადამიანები არა მხოლოდ თავიანთი დაუდევრობით იკარგებიან და იღუპებიან, არამედ იმიტომაც, რომ მტაცებლებმა ძალიან კარგად იციან მახეების და ხაფანგების დაგება. დღეს თუ კანადის მე-16 ტრასაზე გაივლით, ცრემლების გზატკეცილზე, თქვენ წითელ კაბებს შენიშნავთ, რომლებიც სპეციალურ ხარიხებზეა ჩამოკიდებული. 1, 2, 5, 10, 30
ეს ის ადგილებია მონიშნული, სადაც ქალები გაქრნენ. ქარი არხევს ამ კაბებს, რომლებსაც არასდროს არავინ ჩაიცმევს, იმიტომ რომ ჩამწმელი მოკლულია. ქარი კაბებს ბერავს და ზოგჯერ იქმნება ილუზია, თითქოს გზად წითელ კაბაში გამოწყობილი ახალგაზრდა გოგონა დგას. მაგრამ უახლოვდები და ვცნობ, რომ კაბის შიგნით სიცარიელია, ისეთივე სიცარიელი, როგორიც იმ ოჯახებშია დასადგურებული, საიდანაც ეს ქალები გაქრნენ. ეს პერფორმანსი 2010 წელს ჯეიმი ბლეკმა დაიწყო. ეს ადგილობრივი ტომის ქალი გახლავთ და მისი ბიძაშვილი გოგონა დაიღუპა ამ წელს და მის საპატივცემლოდ მან ერთი კაბა დაკიდა. შემდეგ უკვე ამან მიიღო Red Dress-ის სახელი და ასეთი ტერმინით არის დღეს იგი ცნობილი და ეს პერფორმანსები ტარდება ძალიან ხშირად. 2012 წელს ასეთი პერფორმანსი ჩატარდა თეთრ სახლთან და ამბობენ, რომ მართლაც ძალიან შთამბეჭდავი იყო, ესე იგი ასობით წითელი კაბა იყო გამოფენილი იმ ქალების მოსაგონებლად და საპატივცემულოდ, რომლებიც უგზო-უკლოდ დაიკარგნენ ან მოძალადეების მსხვერპლი გახდნენ. რატომ წითელი ფერი? წითელი ფერი იმიტომ, რომ ადგილობრივი ინდიელების რწმენით ეს ის ფერია, რომელსაც ერთადერთი ფერია, რომელსაც გარდაცვლილთა სულები ხედავენ. ამავე დროს მათი რწმენით ეს არის, რა თქმა უნდა, სისხლის ფერი და სიკვდილის ფერი, მაგრამ ამავე დროს არის აღორძინების და გაცოცხლების ფერი. ანუ ამ ფერს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ინდიელებში. წითელი ფერი აგრესიის ფერიც არის და იმედისაც და ჩვენს იმედი ვიქონიოთ, რომ ოდესმე ქალებზე ძალადობას წერტილი დაესმება. ახლა ერთ-ერთ თქვენს კითხვას მინდა გავცე პასუხი, რომელსაც ძალიან ხშირად სვამენ სხვადასხვა კომენტატორები. ეს გახლავთ თუ რა ხდება ჩვენს თავს და რა ხდება იმ კომეტის თავს. ეს კომეტა ამ წლის ივლისში აღმოაჩინეს და მას შემდეგ არა მხოლოდ ასტრონომების, არამედ ჩვეულებრივი ადამიანების ყურადღების ცენტრში მოექცა, იმიტომ რომ ეს არის მესამე ობიექტი, რომელიც არ ეკუთვნის ჩვენს მზის სისტემას, ანუ იგი არის ინტერსტელარული, ანუ ვარსკვლავთშორისი სივრციდან არის შემოჭრილი და მას უამრავი სხვადასხვა მახასიათებლები ახასიათებს, რომლების შესახებაც მე ამ ვიდეოში ვისაუბრე. ამიტომ გადახედეთ ამ ვიდეოს, რომ ზედმეტი ლაპარაკი არ გამომივიდეს, მე კი გეტყვით თუ რა ხდება ამ კომეტის ირგვლივ დღეს. ტელესკოპები მიმართული იყო, რა თქმა უნდა, ამ კომეტისკენ. 29 ოქტომბერს კომეტამ გაიარა პერიგელი, ანუ იგი მზეს მაქსიმალურად დაუახლოვდა. ამ დროს იგი იმყოფებოდა მზის უკანა მხარეს, ანუ ჩვენ თუ აქ ვართ, მზე აქ არის, კომეტა სადღაც აქ იყო, ანუ დედამიწიდან კომეტაზე დაკვირვება ამ ძალიან საინტერესო დროს უბრალოდ შეუძლებელი იყო. და რადგან დედამიწიდან ამ კომეტაზე ამ დროს დაკვირვება შეუძლებელი იყო, საქმეში ჩაერთვენ ის კოსმოსური აპარატები, რომლებიც იმ დროს ხედავდნენ მას. და ძალიან საინტერესო რამ დააფიქსირეს ამ აპარატებმა ის, რომ კომეტიდან ძალიან დიდი რაოდენობით უცებ მოხდა ნივთიერებების გამოსროლა. და კომეტამ თავისი სიკაშკაშე გააძლიერა. ეს აქამდე მსგავსი რამ ასტრონომებს არ უნახავთ და ამიტომ ეს ძალიან საინტერესო რამ იყო. ასევე კომეტამ მრავალჯერ იცვალა ფერი, ხან მწვანე იყო, ხან მოყვითალო იყო, ხან მოცისფრო იყო, ანუ ესეთი ფერის ცვალებადობაც ძალიან იშვიათად კი არა და საერთოდ არ უნახავთ ასტრონომებს. კომეტის ასაკი დაახლოებით 7 მილიარდი წელია, ასე ფიქრობენ, 7 მილიარდი ან 7 მილიარდ 200 მილიონი. იგი მოსული არის ინტერსტელარული გარემოდან, ანუ სივრციდან, ანუ ვარსკვლავთშორისი სივრციდან, იგი 7 მილიარდი წელია დაფრინავს მინიმუმ აი ამ სივრცეში და განიცდის კოსმოსური რადიაციის ძალიან ხისტ და მძლავრ დარტყმებს. და სწორედ ამიტომ, როგორც ვარაუდობენ, იგი დაფარული არის რამდენიმე ათეულ მეტრიის სისქის ქერქით. და ამ ქერქის ქვეშ არის მოთავსებული უკვე სხვადასხვა ნივთიერებები. როდესაც კომეტა მიუახლოვდა მზეს, მზის სიმხურვალისგან შიგნიდან დაიწყო ამ ნივთიერებების აორთქლება, ისინი მიაწვნენ ქერქს, დაბზარეს, იგი დახეთქეს
და ამოიფრქვენ. ნუ დაახლოებით როგორც ვულკანი, ასე ვულკანსაც იგივე ახასიათებს, ხო, ქვემოდან წნევა აწვება, დედამიწის ქერქს არღვევს და ამოდის ეს მაგმა, რომელიც წნევით იფრქვევა ზემოთ მიწაზე. ანალოგიური რამ მოხდა აქაც. სპექტრალური ანალიზი არსებობს ასეთი, როდესაც ნივთიერებების შორიდან განსაზღვრა ხდება მათი სპექტრის საშუალებით. მოგეხსენებათ, რომ როდესაც სხივი გადის წყლის წვეთში, მართალია ეს წყლის წვეთი არ არის, მაგრამ პრიზმაა და პრიზმაც იგივე ფუნქციას ასრულებს, იგი იშლება 7 ფერად. 7 ფერად ცისარტყელა წარმოიქმნება, ცისარტყელა, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში ძალიან საშიშად მიაჩნიათ, მაგრამ რას ვიზამთ, ბუნება ასეთია, ცისარტყელას ქმნის, როდესაც ნოემაც პირველი ცისარტყელა დაინახა და ეს იმას ნიშნავდა, რომ წვიმა შეწყდებოდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა. ნუ მოკლედ ეს ცისარტყელა არის ის, რაც წარმოიქმნება თეთრი შუქის, მზის შუქის დაშლისას. და მას აი ესეთი ფერები აქვს დაახლოებით როგორც გაჩვენეთ. ყველა ნივთიერებას აღმოჩნდა, რომ თავისი ცისარტყელა აქვს. სხვადასხვა სიგრძის ტალღების, სხვადასხვა განლაგებით აი ამ ფერების და ამის საშუალებით, რადგან ეს შკალა არსებობს, ასტრონომებმა და ფიზიკოსებმა უკვე იციან, რომ თუ თქვათ მზე ამადა ამ სპექტრში ანათებს, გამოასხივებს, ესე იგი მასში ჭარბობს თქვათ ქლორი ან მეთანი ან სხვა რაღაცა ნივთიერებები, ანუ ყველა ნივთიერების, აკროლადი ნივთიერების, ან იმ ნივთიერების, რომელშიც შეიძლება სხივი გადატყდეს, ყველა ამის კატალოგი არსებობს და ეს ალბათ ჩვეულებრივ ადამიანსაც შეუძლია ამის უბრალოდ შეადაროს, მაგრამ დღეს უკვე ხელოვნური ინტელექტის საშუალებით და სპეციალური პროგრამების საშუალებით მომენტალურად ხდება გაშიფრვა თუ რა ასხივებს ამა თუ იმ სხივს, რომელი ნივთიერება. და სწორედ აი ესეთი სპექტრომეტრების და სპექტროგრაფების საშუალებით, რომლებიც ჯეიმს ვების ტელესკოპზე დგას, დადგინდა, რომ ძირითად მასას წარმოადგენს ნახშირ ორჟანგი, ანუ CO2 და ასევე CO. აი მათი რაოდენობა დაახლოებით 8-ჯერ 9-ჯერ უფრო მეტია ვიდრე წყლის და ეს ძალიან საინტერესო მომენტია, იმიტომ რომ როგორც გითხარით, მზის სისტემის კომეტები თითქმის 95%-ით შედგება წყლისგან და დანარჩენი 5% არის ის მტვერი, კოსმოსური მტვერი, რომელიც მას ედება. აი სწორედ ეს განსხვავება, ეს ძალიან დიდი განსხვავება ამ ჩვენს კომეტებსა და ინტერსტელარულ კომეტებს შორის. ახლა როცა ჩვენ ამ ვიდეოს უყურებთ, ჩილეში სერო პაჩონის მთის წვერზე უკვე დამონტაჟდა ვერა რუბინის სახელობის ყველაზე დიდი ტელესკოპი მსოფლიოში, რომლის სარკის დიამეტრი 8 მეტრია. საოცარი ზომის სარკეა და ასევე ამ სარკეზე მიერთებული არის მსოფლიოში არნახული ყველაზე დიდი ზომის ფოტოაპარატი, უბრალოდ მატრიცა გიგანტური ზომის, რომელიც შეიცავს 3.5 მილიარდ პიქსელს. მისი გადაღებული ფოტო რო ჩვენ მთლიანად აღვიქვათ, ამისთვის დაგვჭირდება 400 1 მეტრის დიაგონალის 4K მონიტორი, რო შევაერთოთ ერთმანეთთან, ეს გიგანტური ალბათ რამდენიმე სტადიონის ხელა იქნება, ტერაბაიტების ზომის არის თითოეული ფოტო. და უკვე ხდება ამ ფოტოების გადაცემა ASHS-ში, იმიტომ რომ იქედან იმართება ეს ტელესკოპი, უბრალოდ ეს მთაში არჩიეს, იმიტომ რომ იქ თითქმის წვიმა არ იცის, თითქმის ღრუბლიანობა არ იცის, ძალიან მაღალზეა, დაახლოებით 5000 მეტრზეა ზღვის დონიდან და ირგვლივ არ არის დასახლებული პუნქტები, რომლებიც ძალიან უშლიან ხოლმე ასტრონომებს ხელს ცაზე დაკვირვებისას. აი თქვენს დაკვირვები ხართ ალბათ, რომ თბილისში ან ქუთაისში ან დიდ ქალაქებში ზოგადად ვარსკვლავები ცუდად ჩანს. ჩანს ძირითადი დიდი ზომის ვარსკვლავები და პლანეტები. მაგრამ საკმარისია წახვიდეთ მთაში და გეგონებათ, რომ ეს ცა თავზე გადევთ, იმიტომ რომ აქ დაბინძურება არ არის, ჰაერია ჯერ ერთი ძალიან გამჭვირვალე და მეორეც არ არის ეგრეთ წოდებული light pollution-ი, ანუ სინათლით დაბინძურება. ქალაქი თავის სინათლეს გამოყოფს მოგეხსენებათ და უკვე ის წვრილი ვარსკვლავები, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ მთაში, ქალაქიდან ვერ დავინახავთ. ამ ტელესკოპზე ასტრონომები ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ და მიაჩნიათ, რომ აი ამ ტიპის კომეტები, როგორც გახლავთ ატლასი, წელიწადში 70-80 აღმოჩნდება. იმიტომ რომ
ტელესკოპს საშუალება აქვს ეგრეთ წოდებული ტრანზიენტული ობიექტების დაფიქსირებისა. ტრანზიენტული გახლავთ ობიექტები, რომლებიც მუდმივად იცვლიან სიკაშკაშეს და ასევე ფორმას და ასევე სივრცეში განლაგებას. ყველაზე ახლოს კომეტა ჩაგვივლის 19 დეკემბერს და როგორი სიახლოვეა ეს. ეს არის ორჯერ მეტი მანძილი თითქმის ვიდრე დედამიწიდან მზემდე, ანუ გიგანტურ მანძილზე ჩაიფრენს იგი. აი რომ წარმოვიდგინოთ რა მსიშორეზე ჩაგვიფრენს იგი და რა ზომისაა. აი რომ ავიღოთ მზის სისტემა არის თქვათ სტადიონის ხელა, მზე არის ცენტრში განლაგებული, მისგან 2 მეტრში იქნება დედამიწა, შეფარდებებს ვამბობ, ხო? იუპიტერი იქნება 7 მეტრში, ხოლო კომეტა იქნება დაახლოებით 10 მეტრის მოშორებით დედამიწიდან და მისი ზომა იქნება ვირუსის ხელა. ანუ ფაქტიურად ჩვენ შეუარაღებელი თვალით მის დანახვას ვერ შევძლებთ, შეძლებენ მხოლოდ ასტრონომები და სწორედ მათ დაადგინეს, რომ კომეტა არ გახლავთ ხელოვნური, იგი არ გახლავთ ხომალდი უცხო პლანეტელების, ასე რომ უცხო პლანეტელების მოულოდინე ხალხს კოსმოსურ მტვერში ჩაუვარდა კოუზი, ამჯერადაც აღწვდნენ ისინი და ზოგადად მე ძალიან მიყვირს ხოლმე იმ დასრული ადამიანებს, რომლებსაც ისე შეუძლიათ უცხო პლანეტელებზე საუბარი, თითქოს მათ რაღაც ვახტანგური ქონდეთ მათთან ერთად დალეული. ჯერჯერობით არანაირი ნიშანი იმისა, რომ უცხო პლანეტელები არსებობენ, სამწუხაროდ ვიცი მე ბევრი დამეტაკებით, ეხლა ბევრი დამიწერთ, რომ იქ აი რაც ქართველებიც არიან, ვიღაცებიც არიან, რომლებიც რაღაც ენერგიებს გრძნობენ და კონტაქტში შედიან უცხო პლანეტელებთან, კი ბატონო, დაიჯერეთ თუ გნებავთ, მაგრამ ხელშესახები რამე მომეცით, მაჩვენეთ ფოტო ან მათთან ურთიერთობის რამე დამამტკიცებელი საბუთი და მაშინ კი ბატონო აგერა ვარ მე და აგერ ჩემი კისერი და თქვენი ხმალი. კიდევ ერთი ტექნიკური რევოლუცია, რომლის შესახებაც მე ერთი ვიდეო მაქვს უკვე გაკეთებული და უნდა გითხრათ, რომ კაცობრიობის ისტორიაში მართლაც მსგავსი რამ არ მომხდარა. არ მომხდარა ის, რომ ჩვენ შეგვიძლია არაცოცხალთან ვისაუბროთ ისე, როგორც ცოცხალ ადამიანთან. კარგი, შევცლიენას და კლავ კარტულად გავაგრეზებთ. თუ კიდევ რამე დაგჭირდება, უბრალოდ მithari. ანუ არ იცი ქართული როგორც ჩანს. კარგი, მიხვდი, მომალაჩით გამიჭირდა ქართულად საუბარი, მაგრამ ვეცდები, რომ უკეთ გავუმკლავდა. თუ რამე გინდა, უბრალოდ მომწერე. კარგი, სამომავლოდ იყოს მაშინ. დამხმდები, ამით შევთანხმდეთ. თუ რამე კითხვები ან თემები გექნება, ნებისმიერ დროს დამიკავშირდი. Pretty low, right? You know Georgian language? Yes, I do, გამარჯობა. გაუმარჯოს. რატო არ მელაპარაკები ქართულად? კარგი კითხვა. უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენი საუბარი ინგლისურად დავიწყეთ, მაგრამ ახლა სიამოვნებით გადავვრთავ. რა გინდა რომ გავიხსენოთ? ვასო? ყველაფერი კი იმით დაიწყო, ლეგენდა ასე გვეუბნება, რომ პროგრამისტებს მობეზრდათ ერთი და იგივე კოდების წერა და შექმნეს პროგრამა, რომელსაც უთხრეს, რომ მოდი შენ გააკეთე ეს რუტინული სამუშაო და მე ერთ-ერთმაო კითხაო, რომ ეხლა საშობაოდ საჩუქრების შერჩევა მინდა და რას მირჩევო და სწორად შეურჩია ამ პროგრამამ საჩუქარიო და ამის შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ ხელოვნური ინტელექტი შეექმნათო. ნუ არ ვიცი ხა რამდენად მართალია ეს ლეგენდა, მაგრამ საკმაოდ ლამაზია. და ფაქტია, რომ ჩვენ ვეკითხებით მას, ის პასუხობს და ვესაუბრებით ისე ვიმეორებ, როგორც ცოცხალ ადამიანს. შეიძენს კი ის ოდესმე არაცოცხალი, ეს არაცოცხალი ცოცხალისთვის დამახასიათებელ და ადამიანისთვის დამახასიათებელ ინდივიდუალობას როდის ჩათვლის იგი, რომ იგი ცოცხალი ობიექტია და მასაც აქვს უფლებები. სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი, მე არ ვიცი. მე არაერთმა კომენტატორმა დამიწერა, რომ ნუ მეშინია, მე არ მეშინია აბსოლუტურად პირიქით, მე მივესალმები ყველა ახალ ტექნოლოგიას, მე მეშინია ადამიანის უგუნურების უბრალოდ და იმ კრიტიკული აზროვნების არ ქონის, რომელიც ზოგადად სამწუხაროდ ბევრ ადამიანს ახასიათებს. ერთ-ორ წელიწადში უკვე ხდება ეს ამბავი, მაგრამ ერთ-ორ წელიწადში მართლა მეც კი გამიჭირდება ალბათ გავარჩიოთ ყვილი და მართალი. ისე ჩამიდებენ მე პირში
იმ სიტყვებს, რომელიც მე ცხოვრებაში არ მithქვამს და სრულიად ეწინააღმდეგება ჩემს ბუნებას, როგორც დაგიბარებიათ. და აქ უნდა ვიყოთ ჩვენ ფრთხილად, რომ რამე არ გაგვეპაროს, რამე ცუდი არ მოგვივიდეს. ახლა ჩემ ნათქვამს დიდი წონა არ აქვს და არც ექნება არასდროს, მაგრამ შეიძლება ისეთი ადამიანების პირით ითქვას ეს ყველაფერი, რომლებსაც მართლაც უჯერებს ხალხი. მე მქონდა ერთი ვიდეო, როდესაც ექიმი, ძალიან საპატივცემულო ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ამბობს სრულ სიდებილეს, სიშტერეს, მავნებლობას. რა თქმა უნდა, ეს მას არ უთქვამს. ეს მას ათქმევინა იმ ბოროტმა ადამიანმა, რომელმაც არ დაიზარა და სისულელეები ალაპარაკა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მას. და ამით ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე ჩააგდო საფრთხეში და მე ამაზე ამიტომ ძალიან სწრაფად მოვახდინე რეაგირება და გავაკეთე, გადავიღე ვიდეო, რომელიც აი აქ არის. და ნახეთ. ანუ საკმაოდ სწრაფად ვითარდება ხელოვნური ინტელექტი, სულ რაღაც 2-3 წლისაა და ამ წლების განმავლობაში მან გიგანტური ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ამ თემას მე სრულიად სხვა რაკურსით მიუდგები დღეს, იმიტომ რომ ცნობილი გახდა, რომ ამერიკა და ჩინეთი რუსეთთან აწარმოებენ მოლაპარაკებას მის ერთ-ერთ რეგიონში, ეგრეთ წოდებული მონაცემთა ბაზების შემნახველი ცენტრების და კომპიუტერების დადგმისა. ეს გახლავთ კოლის ნახევარკუნძული. მოგეხსენებათ, როდესაც თქვენ ტელეფონზე საუბრობთ, ტელეფონი თბება, როდესაც თქვენ კომპიუტერს რაღაც რთულ დავალებას აძლევთ, კომპიუტერი ცხელდება. ნებისმიერი ელექტრონული ხელსაწყო, რომელიც მუშაობს, გამოყოფს სითბოს. ამ სითბოს მოცილება სჭირდება. ახლა კომპიუტერებში დგას ან აქტიური, ან პასიური გაგრილების სისტემა. ახლა თქვა ტელეფონებში ნაკლებად არის, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ტელეფონში იმდენი სითბო არ გამოიყოფა, რომ თუმცა რატო ფეთქდება ხოლმე ზოგჯერ ხო ტელეფონები, ეს აკუმულატორები. ანუ ამ სითბოს გაყვანა სჭირდება, გაგრილება სჭირდება. ამ გასაგრილებლად კიდევ ცალკე ვენტილატორებია საჭირო, რომ ასევე ხარჯავენ ელექტროენერგიას და ასევე თბებიან თავის მხრივ ის მოტორები. პასიური გათბობა არის ყველაზე კარგი გამოსავალი ამ შემთხვევაში და სად არის პასიური გათბობა? რა თქმა უნდა, ისეთ ადგილებში, სადაც ცივა. ანუ ბუნებრივად შეიძლება ეს კომპიუტერები უბრალოდ ფანჯარაც რო გააღოთ, ის გააგრილებს, ხო? მაგალითად, ასეთი გახლავთ და რაზეც არის დღეს ძალიან ინტენსიურად საუბარი, კოლის ნახევარკუნძული. რატომ კოლის ნახევარკუნძული, რატომ არა ვთქვათ ალასკა, რატომ არა ვთქვათ ისლანდია? ეს მართლაც უნიკალური ადგილია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს გახლავთ სეისმურად და ვულკანურად ყველაზე სტაბილური რაიონი და რეგიონი დედამიწის. აქედან გამომდინარე უკვე გამოირიცხა ალასკა, ხო, ალასკა, რომელსაც მუდმივად არყევს, რომელიც ვულკანური რეგიონია, გამოირიცხა რა თქმა უნდა კამჩატკა და მისი მიმდებარე ტერიტორიები, იაპონია და ინდონეზია და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს არის ყველა საოცრად აქტიური და ისლანდიაც მათ შორის აქტიური ვულკანური ზონები. მაშასე პირველი, რომ ეს სტაბილურია. მეორე ის, რომ აქ მდებარეობს ევროპაში და ჩრდილოეთში, ყველაზე ჩრდილოეთში მდებარე პორტი, რომელიც არ იყინება. ეს გახლავთ მურმანსკი. ასევე აქ მდებარეობს საკმაოდ ახალი ტექნოლოგიებით აგებული კოლის ატომური ელექტროსადგური, აპარატურას სჭირდება მუდმივი ელექტროენერგია. და ხო, მე დამავიწყდა, მე თქვა, რომ ეს ყველაფერი არის ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებული, იმიტომ რომ აი აქ მუშავდება, აი ესეთ ცენტრებში მუშავდება ის ჩვენი კითხვები. როდესაც ჩვენ რაღაცას ვეკითხებთ და ის ამუშავებს, ხო? აი იქ სადღაცა ხდება ეს ყველაფერი. თავიდან იქნება, რა თქმა უნდა, ასაშენებელი კომუნიკაციები მისაყვანი, მაგრამ პარალელურად იგი ძალიან სწრაფად ამოიღებს იმ დანახარჯებს, რომლებიც მასზე არის დახარჯული. რატომ არა ვთქვათ კანადა ან რუსეთის ციმბირი, იმიტომ რომ აქ არის ეგრეთ წოდებული მუდმივი მზრალობა. ნუ კანადაში უფრო ჭაობებია, მთელი ჩრდილოეთ კანადა არის დაჭაობებული. ფაქტიურად უვარგისი არის საცხოვრებლად და ამიტომაც მე კანადაზე რამდენიმე ვიდეო რომ მაქვს გადაღებული, იქ მაქვს ნათქვამი, რომ შეიძლება 1000-ობით კილომეტრი გაიარო და ერთი ადამიანი ვერ იპოვა. დაახლოებით იგივე ხდება რუსეთის ციმბირშიც, მაგრამ რუსეთის ციმბირში არის მუდმივი მზრალობა. მზრალობას კი ახასიათებს ძალიან ცუდი გლობალურ
კლიმატის ცვალებადობასთან ერთად ეს გამზრალი ნიადაგიც ლღვება. კოლის ნახევარკუნძულზე მსგავსი რამ არ მოხდება, იმიტომ რომ აქ ნიადაგი საერთოდ არ არის. ანუ რაც შეიძლება გაიყინოს. აქ პირდაპირ კლდეა და ამ კლდეზე აშენდება ეს ყველაფერი. ახლა მიდის ჭიდაობა ჩინეთსა და ამერიკას შორის, რომელიც აჯობებს ჩინელებმა სხვათა შორის ძალიან დიდი გარღვევები გააკეთეს და თქვენ თუ ნახავთ რობოტექნიკის ბოლო მათ ნიმუშებს, მე რუსებზე არ ვსაუბრობ, თვრალი რობოტი რო გამოიყვანეს და ორი ნაბიჯის გადადგმის მერე რო წაიქცა, საოცრებებს აკეთებენ ჩინელები რობოტექნიკაში, უკვე საინტერესო ბატალიები გველის წინ, ძალიან საინტერესო ამბები, როგორ გადაწყდება ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, რუსეთი რომ ნორმალური ქვეყანა იყოს, ეგ არ იქნებოდა ასეთი საჩოთი რო ეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ რუსეთი სერიოზულ მოთამაშედ მოიაზრება პლანეტაზე. მე მეორე ხარისხოვანი მოქალაქე გავხდი, იმიტომ რომ ჩემი ქვეყნის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამომართვას. ეგრეთ წოდებულ გამправებელთა არმიის წევრი მეტყვის, რომ არავის არაფერი ჩამოურთმევია, ჩამობრძანდი და მიიღე აქ არჩევნებში მონაწილეობა და შემდეგ წაბრძანდი. ხო და ამ გამправებლებმა გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით. როცა საქართველოში წამოსაცვლელად ადამიანი, ემიგრაციაში მყოფი ადამიანი, თვეების განმავლობაში აგროვებს ბილეთის და მანდ ცხოვრების ფულს, რომ საკუთარი შვილები და ახლობლები ნახოს. საარჩევნოდ ამას გააკეთებს, როცა უამრავი ჩვენი თანამემამულე ყოველგვარი საბუთის გარეშე არალეგალურად ცხოვრობს ასეთ ქვეყნებში, რომ რაღაც არჩევსაბადებელი შოუს და დიდი ნაწილი საქართველოში გამოაგზავნოს. იგი ჩამოვა და გარისკავს ამას. ოჯახი, რომელიც მექსიკიდან გადავიდა, სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო, უამრავი ფული დახარჯა და მოხვდა როგორც იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქ პრინციპში არალეგალურ საწყისებზე ცხოვრობს. ჩამოვა საქართველოში მიცემს ხმას და მერე კვლავ მექსიკიდან დაიწყებს ჩალიც აშშ-ში შესვლაზე. ან რაკნან ისეთმა ადამიანებმა, რომლებმაც თავის დაუღალავი შრომით რაღაცას მიაღწიეს აქ, მუშაობენ პრესტიჟულ სამსახურებში და რა უთხრან თავიანთ დირექტორებსო, წავედი მე ხა იქ საქართველოში, ხმა უნდა მივცე და 2-3 დღე გამიშვი და ჩამოვალ. აქ ასე არ მუშაობს. ეს დასავლეთია. ეს ასე გონიათ ჩვენს უსაქმურ პარლამენტარებს და მინისტრებს, რომ ასე არ მუშაობს ასე. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ეს უბრალოდ ხრიკია, რომ ჩამოგვაცილონ არჩევნებს. ჩამოგვაცილონ ის ხალხი, ის ემიგრაცია, სადაც ისინი კატასტროფულად აგებენ ხოლმე არჩევნებს. იმიტომ რომ აქ არ დარბიან სიებით კოორდინატორი ქალები და არც ძველი ბიჭები არიან უბნის მობილიზებულები. აქ არჩევნები თავისუფლად და ნორმალურ გარემოში ტარდება. ჩვენ თურმე ადგილობრივი მთავრობები გვირევენ ტვინს და ამიტომ არ ვაძლევთ ქართულ ოცნებას ხმას. ხო, აი წინა არჩევნებზე შოლცმა ჩამოგვიარა, ახლა კი ალბათ მერცი ჩამოგვივლის სახლებში ემიგრანტებს, ქართველ ემიგრანტებს და გვეტყვის, რომ ხოცებს არ მიცეთ ხმა, სხვებს მიეცით. ასეთი პრიმიტივები გონიათ საქართველოს მოსახლეობა. მეორე ნაწილი ამბობს, რომ თურმე ჩვენს მიერ გამოგზავნილი მილიარდები ემიგრანტების მიერ და რამდენიმე მილიარდს აგზავნის ყოველწლიურად საქართველოს ემიგრაცია საქართველოში, რომ ეს მხოლოდ ოჯახის წევრებს ხმარდებათ ეს ფული და სახელმწიფოს ამისგან არანაირი ხეირი არ აქვს. სათხარჯავს ის ემიგრანტის ოჯახის წევრი ამ ფულს. სად მიდის საბოლოოდ ის ფული? კიდევ ერთმა ჭკვიანმა გამოგვიცხადა, რომ ჩამოდითო 3-4 დღე ერთი კვირა ჩადით ეზოში ჯოკერი ითამაშეთ მეზობლებთან ერთად, არაყიდალიეთ და მიხვდებით, რომ ქვეყანა ააყვავეს ქართული ოცნების წევრებმა და მათ უნდა მიცეთ ხმაო. და საბოლოოდ ერთმა დააგვირგვინა. იქო ესენი გადასახადებს იხდიანო, მშვენივრად ცხოვრობენ და მერე რომ მოკვდებიანო, საელჩოებში და საკონსულოებში დარბიან, იქნებ ბიუჯეტის ფულით რამენაერად საქართველოში გაგვასვენოთ. აი ასეთ უტიფრობას და ნაძირლობას გვეუბნება ხალხი, რომლებიც გუშინ ხელებს უკოცნიდნენ ორჯერ არჩეულ პრემიერს, რომელსაც მუთაკებში ედო ბიუჯეტიდან წაღებული მილიონები და ეს ის მცირე ნაწილია, რაც ჩანს. და ეს ადამიანი სხვა შორის ცოლს დაბადების დღეებზე ტყეებში უქნიდა. ეს ის ხალხია, რომლებმაც მთავარ პროკურორად თავზე დაგვასვეს გერმანიაში ძებნაში, ქურდობაზე ძებნაში მყოფი ადამიანი, რომელიც შემდეგ გაიქცა და რომანოვად გადაიკეთა გვარი.
ეს ის ხალხია, რომლებიც არაბული სოფლების და ქალაქების მშენებლობას იმით აპრავებენ, რომ თურმე 400 წელია იმირა იჯდა თბილისში, მაგრამ ქართველები მაინც გადავრჩით. ეს ის ხალხია, რომლებმაც სულ ტყუილ უბრალოდ გამოკეტეს ახალგაზრდები ციხეში, რომლებმაც დაიჭირეს ჟურნალისტი ქალი, რომელსაც მძიმე დაავადებები აქვს, კაი ჯანიანი ქართველი პოლიციელისთვის ლოყაზე ხელის მოთათუნებისთვის. ეს ის ხალხია, რომლებმაც ჩვენი ახალგაზრდობის ძალიან დიდი ნაწილი კრიმინალებად აქცია. კრიმინალებად აქცია, რომ დასვა კოლ-ცენტრებში და აძარცვინებს ევროპის პენსიონერებს. ადამიანებს, რომლებიც მთელი ცხოვრება აგროვებდნენ ფულს, რომ ნორმალური სიბერე ქონოდათ. ოფიციალურად კრიმინალებად აქცია ეს ახალგაზრდები. ეს ის ხალხია, რომლებმაც ჩემს შვილებს და შვილიშვილებს ჩაუკეტა გზა ევროპული განათლებისკენ. ეს ის ხალხია, რომელთა პარლამენტის კომისიების თავმჯდომარეებმა წერა კითხვა არიციან და ჟვაჭკის, სწორედ ჟვაჭკის და არა კევის ღეჭვით ატარებენ ამ კომისიის ხდომებს. პრობლემები ექმნება ყველა იმ ადამიანს, რომელიც უბრალოდ ალაიქებს ან არასასურველ კომენტარს წერს Facebook-ში. თქვენ წარმოგიდგენიათ, არსებობს მთელი სამსახურები, ხალხი ფულს იღებს იმაში, რომ აკვირდებიან ამან გული დაუწერა ამას თუ პირიქით. ანუ ჩვენიანია თუ კრიტიკულად არის ჩვენდამი განწყობილი. ამიტომ სვამ რიტორიკულ შეკითხვას. აი ეს ხალხი გვკარნახობს, როგორ უნდა მოიქცეთ, ვის უნდა მივცეთ ხმა და როგორ უნდა ვიცხოვროთ? აი ასეთ კატასტროფაში გვიწევს არსებობა. და ჩვენი გადასაწყვეტია, ჩვენი ემიგრანტების საც თუ საითკენ და როგორ შეიცვლება ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ახლობლების ცხოვრება. ჩვენ და მე იმედი მაქვს ემიგრანტები ხმას ავიმაღლებთ და ყველა ვიტყვით ხმამაღლა ჩვენ სათქმელს. ნუ გეშინიათ, ჩვენ ბევრნი ვართ და ვერაფერს დაგვაკლებენ. და ბოლოს ვინც აქ დამიწერს, რომ პოლიტიკას ნუურებს შენს ვიდეოებშიო, ეგრევე ბანს აიკიდებს. მე კი დღეს ამით გემშვიდობებით, ჩვენ ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს, ასე რომ არ გადართოთ, ბევრი საინტერესო თემა გველოდება წინ. ნახვამდის.